მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლუიზა თოდუა სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური IP-დან განთავისუფლებული თანამშრომლის ნინო ხაზალაშვილის საქმის გადაწყვეტილებას 6 იანვარს გამოაცხადებს. ხაზალაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტზე ჰაჰა რეაქცია გამოხატა. IP სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მუმლაძე ირწმუნება, რომ აბსურდია და ხაზალაშვილი ორგანიზაციის მცირე ბიუჯეტის გამო გაათავისუფლეს. დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის ბოლოს ხდომა ჩატარდა, სადაც მხარეებმა საპაიქრო სიტყვა თქვეს. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და შეტანის ვადები დარღვეულია. შესაბამისად, წარმომადგენლის ევა იველაშვილის თქმით, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამაზე საპასუხოდ მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ სარჩელი სასამართლოში დაგვიანებით იმიტომ შეიტანეს, რომ დემეოდან საჭირო დოკუმენტაცია დროულად ვერ მიიღეს და მათ სარჩელის წარმოდგენის საშუალებას კანონი აძლევს. ხანდაზმული რომ იყოს სასამართლო არ განიხილავდა, აცხადებს ადვოკატი ჯუნა სტეფნაძე. დავით მუმლაძემ და მისმა წარმომადგენელმა ევა იველაშვილმა ხდომა ამჯერადაც ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მუმლაძის განცხადებით, ის კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთებს. ხანდაზმულობის ნაწილთან დაკავშირებით ცალსახა ის, რომ თუ კი აღნიშნული საქმე არის ხანდაზმული, მოგეხსენებათ, რომ სასამართლო არც განიხილავდა მას და აღნიშნულზე გააკეთებდა შესაბამის გადაწყვეტილებას, მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას, რაზეც ჩვენ კიდევ ერთხელ გავეცით პასუხი და ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი იქნება სასამართლოსათვის. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებას, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მივა სწორ პოზიციამდე, სამართლიან გადაწყვეტილებამდე, რაც თითოეულ დაინტერესებულ პირს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაარწმუნებს მისი სისწორის პოზიციაში და აქედან გამომდინარე დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებთ, რომ ის გადაწყვეტილება იმედი გვაქვს, რომ იქნება ღირსეული და სამართლიანი. არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, რომ მუშა კადრები არ ვიცი რა მიზეზი დავარქვა ამას პოსტებზე თუნდაც პოსტებზე ამ ელემენტარული პოსტებზე რეაქციის გამოხატვის გამო სამსახურიდან უშვებდნენ, უბრალოდ ჩვენ ქვეყანას ამისი ფუფუნება არ გააჩნია და ასევე ჩვენი საზოგადოება არ იმსახურებს, რომ არ შეეძლოს არათუ მხარდაჭერის და თანადგომის გამოხატვა, უბრალოდ თანაგრძნობის გამოხატვაც კი არ შეუძლიათ და მე ეს ყველაზე მეტად მტკენს გულს, იმიტომ რომ ეს არ არის მათი ბრალი, ჩვენ ძალიან რთული წარსული გამოვიარეთ და ძალიან დიდი გაჭირვება აქვს ჩვენს ხალხს ნანახი და როგორღაც ვისაც შეგვიძლია რომ ამ ადამიანებს მხარში დაუდგეთ და თუნდაც მათი მომავლისთვის ვიბრძოლოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია მცირედ პატარ-პატარა ნაბიჯებით ეს შანსი ჩვენ ყველამ უნდა გამოვიყენოთ. ახალციხის მერიამ წინა საახალწლოს ჭოხოების ჩამოყვანის შესახებ ექსკლუზიური უფლების ფარგლებში შესყიდვების დასადასტურებლად გაგზავნილი მიმართვა უკან გაიხმო. აღნიშნულს წინ უძღვებოდა ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალა ჭოხოების საახალწლოს შესაძლო ჩამოყვანის შესახებ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული. ახალციხის მერიაში მიზეზად ასახელებენ, რომ ჯერ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხოლო კითხვაზე მოლაპარაკებების გარეშე რატომ ჰქონდათ მიმართული სააგენტოსთვის არ პასუხობენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით წინა საახალწლოდ ჭოხოებს ნატო გელაშვილი, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები ახალციხეში 35,400 ლარად უნდა ემღერათ. ეს იყო ჩვენს ხელთარზებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.